მოგესალმებით, მივესალმები ჩვენი გადაცემის ერთგულ მაყურებელს და ვისაც ჯერ ვერ მოგისწრიათ რომ ერთგული გახდეთ ჩვენი გადაცემებისა, ისურვებთ რომ გამხდარიყავით, რადგანაც ვფიქრობ ძალიან საინტერესო თემაზე მოგვიწევს და გვიწევს საუბარი. ეს არის საქართველოს მე-19 საუკუნე, საერთოდ მე-19 საუკუნე ადრეც თქვით წინა გადაცემებში რომ გამორჩეული საუკუნეა მთელი ევროპული კულტურისათვის და საერთოდაც არა მარტო ევროპული, არამედ ნებისმიერ მსოფლიოში ყველა ქვეყნის კულტურაში გამორჩეული ადგილი აქვს დათმობილი მე-19 საუკუნის. და რა თქმა უნდა, ჩვენთანაც მე-19 საუკუნე იყო გამორჩეული. მე-19 საუკუნეში საქართველოში გაჩნდა პერიოდიკა და პერიოდიკამ მოიტანა თავისთავად განსხვავებული თემებზე საუბარი, მოიტანა პუბლიცისტიკა როგორც ასეთი იყო სველმწერლობაში, მაგრამ აი ქართულ სინამდვილეში პერიოდიკასთან ერთად პუბლიცისტიკის აუცილებლობა გახდა საჭირო. ისეთ თემებზე საუბარი, როგორც ძალიან პრაქტიკული რჩევებს რომ აძლევდა კითხველს, ასევე გაჩნდა პოლემიკის ის ფორმა, რომელიც პრესამ დაამკვიდრა. თორე პოლემიკა ყოველთვის არსებობდა, პოლემიკა მიმდინარეობდა სხვა რელიგიებთან დაკავშირებით, იყო თვითონ რელიგიური საკითხებზე ისევ ერთ და იგივე კონფესიაშიც პოლემიკა იყო, ამა თუ იმ საკითხზე პოლემიკა ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ იმ ფორმით, როგორითაც დამკვიდრდა მე-19 საუკუნეში, ეს სულ სხვა რამ გახლდათ. და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი წამოწყებისა და სათავეში ძალიან ბევრ ამეს, როგორც მე-19 საუკუნეში ჩაუდგა ილია ჭავჭავაძე, აქაც ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელმაც დაიწყო კრიტიკული წერილების გამოქვეყნება ქართული ლიტერატურისა და ქართული ლიტერატურული ცხოვრების შესახებ. და ჩვენ სასაუბროთ დღეს მოვიწვიეთ უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ენათმეცნიერი, ლინგვისტი, არაერთი წიგნის ავტორი, პრემია საგურამოს ლაურეატი, ბატონი გიორგი გოგოლაშვილი, რომელმაც სულახან დაასრულა და გამოსცა კიდევაც წიგნი, ეს არის ლიტერატურული პოლემიკის შესახებ მე-19 საუკუნის მაგალითებზე დაყრდნობით. ვფიქრობ, მაყურებლისათვის, სამსმენელისათვის ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს ჩვენი დღევანდელი საუბარი. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, მადლობა თქვენ მობრძანებისათვის, რომ დრო გამონახეთ. ვიცით, რომ არა გაქვთ რა და ვის აქვს თავისი საყრელი დრო, მით უმეტეს დაკავებული ბრძანებით, ლექციები და ასე შემდეგ. და მინდა ერთი რამით დავიწყოთ ჩვენი საუბარი. საგანაც შესავალშიც აღვნიშნე, რომ მე-19 საუკუნემ და განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძემ გახადა ეს დარგი და ეს ჟანრი მნიშვნელოვანი, რადგანაც ილიამ ძალიან მაღლა აწია თამასა კრიტიკის. მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობა თქვენ მოწვევისათვის და ამ უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე საუბრისათვის. ეხლა თქვენ ბრძანეთ ამდენ რომ პოლემიკის კულტურა ჩვენში არსებობდა და არსებობდა როგორც ჩანს ძალიან მაღალი კულტურაც, იმიტომ რომ სხვა რომ არა იყოს რა გელათის აკადემიაში საგანი იყო ასეთი რიტორიკა, რომელიც სამი სახისა ისწავლებოდა. საგანი იყო სააკადემიო თანამზრახველობის რიტორიკა, ეს ერთი აზრის ხალხი რო ერთმანეთში მსჯელობენ და ჭეშმარიტებისაკენ მიდიან, იყო მოპაექრობითი, რასაც ჩვენ პოლემიკას ვეძახით, და იყო სადღესასწაულო ქადაგება, რასაც გვია ხოტბა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ეს ცნობა არის შემონახული, რომ ეს სამი საგანი იყო, მაგრამ სხვა რაიმე მასალა ამ საგნის შესახებ არ შემოგჩენია, მაგრამ ფაქტია, რომ ის კულტურა არ იკარგება, უკვალოდ არ იკარგება, ის ტრადიციაში გადადის და მე-19 საუკუნე აი ამ ტრადიციით საზრდოობს როგორც ჩანს.
მე-19 საუკუნე უაღრესად მნიშვნელოვანი საუკუნეა ბევრი თვალსაზრისით. მე მაინც უფრო ენის თვალთახედვიდან, სამზერიდან ხედავ ამ მოვლენებს და ენათმეცნიერი გახლავართ მოგეხსენებათ და ქართული ენის ისტორიაში მე-19 საუკუნე არის უმნიშვნელოვანესი. ყველა გაგებით ყველაზე დიდი უბედურება თუ რამე დაატყდა თავს ქართულ ენას მე-19 საუკუნეში დაატყდა, იმიტომ რომ ეს იყო საუკუნე, როცა ფაქტობრივად ერთადერთი შემთხვევა ჩვენს ისტორიაში, როცა ქართულს წაერთვა სახელმწიფო ენის ფუნქცია, ასე ვთქვათ. რუსულმა მოინდომა ჩანაცვლება, იმპერიამ მოინდომა ქართული ჩანაცვლება რუსულით. მონღოლობის დროსაც და არაბობის დროსაც კი არ ქონია ქართულს ასეთი პრობლემა. სამეფო კარზე იქნებოდა თუ ეკლესიაში და ასე შემდეგ და ეს 19 საუკუნეში. ამიტომ ამ თვალსაზრისით მე-19 საუკუნე, ეხლა მოგეხსენებათ, ვიცით, ყველამ და იცოდნენ მით უმეტეს ჩვენმა წინაპრებმა, რომ ენა ერის მეობის უპირველესი ნიშანია. ენას დავკარგავთ, ენა დაიღუპა. ერი დაიღუპა, ერი გადაგვარდა, აღარ არსებობს ქართველი და აი ამიტომ იყო, რომ მე-19 საუკუნეში, როცა დადგა საკითხი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპის 60-იან წლებში, სწორედ ამ თემამ წამოიწია წინა პლანზე, ენის პრობლემამ წამოიწია წინა პლანზე. და საბედნიეროდ ჩვენ და მე-19 საუკუნეში სხვადასხვა გაჩნდა ილია, აკაკი, იაკობი და ასე შემდეგ. იოანე საბანიძეს აქვს ძალიან საინტერესო დაკვირვება. მეოხად ჩვენ და ქრისტემან არაბი აბო რატო მოგვანიჭა? ძალიან გაგვიჭირდა ჩვენ და მაშინ დაგვიდგა ქრისტე მხარშიო და მეოხად ჩვენ და არაბი როცა გაგვიჭირდებოდა, შველელს გვიგზავნის ღმერთი. და ასე გამოგვიგზავნა მე-19 საუკუნეში ილია ჭავჭავაძე. ერთი ილია უკვე არ ყოფნიდა როგორც ჩანს და ვარდით მოყვა მერე აკაკი, მოყვა მერე იაკობი და ასე შემდეგ და მე-19 საუკუნე ეს არის აი ამ ბუმბერაზების საუკუნე. მარტო ერთიც კი ეყოფოდა ილიასნაირი, აკაკისნაირი, იაკობისნაირი, ერთი კაციც კი ეყოფოდა ერთ ეპოქას. არა, ჩვენ ძალიან გვიჭირდა მაშინ და სამეული საჭირო გახდა მაშინ. და საოცრად ზუსტი ნათქვამი აქვს იაკობ გოგებაშვილს, რომ არც ერთ მსოფლიო გენიოს არ აქვს იმხელა მნიშვნელობა თავისი ერის ისტორიაში და კულტურაში, როგორც ილია ჭავჭავაძეს ჩვენს სინამდვილეში. ეს არის რატო? იმიტომ რომ ყველაზე მძიმე დროს მოგვევლინა ილია ჭავჭავაძე. და აი სწორედ ის, რაზეც თქვენ ბრძანებდით, ილია შემოდის უპირველეს ყოვლისა აი ამ თემით, რასაც აი ენა უნდა გადარჩეს. ეროვნული გადარჩენის უმთავრესი ლოზუნგი არის რა? მამული ენა სარწმუნოება. ამ სამი ღვთაებრივი საურჯის გარეშე აღმოჩნდებით, რომ ჩვენ დავიღუპებით. თუ ამ სამი ღვთაებრივი საურჯე არ შევინახეთ, არ შეუნახეთ შთამომავლობას და არ გადავეცით. და აი ამისთვის იწერება ის წერილი, რომელსაც ჰქვია ორიოდე სიტყვა. ჯერ მოდი ისე ვთქვათ, რომ გააზრებაც კი ძნელია იმისა, რომ ამას 23 წლის ბიჭი წერს, აი ამ წერილს. და ამ პრობლემას წამოწევს 23 წლის ბიჭი. ილია ჭავჭავაძე 23 იყო ესრულ დაწერა და 24 წლისა გამოაქვეყნა ფაქტობრივად და მოახდინა რევოლუცია. რევოლუცია ქართულ კულტურულ აზროვნებაში. ფაქტობრივად რეფორმა საჭირო რატომ იყო და მე თვითონ განმარტავს ამას მოვიტყვით ალბათ თქვებით. საოცარია ილია დაუპირისპირდა ვის? იმ დროს უკვე ცნობილ და საზოგადო ასპარეზზე საკმაოდ მყარად მდგარ თაობას. ეს იყო იდეოლოგიური დაპირისპირება, მოგეხსენებათ, ეს არ იყო თაობა თავმძღოლა, ფაქტიურად თაობა. რა თქმა უნდა. იმ ბანაკში, ვისაც ილია დაუპირისპირდა, ბარბარე ჯორჯაძე 3-4 წლით უმცროსია ილია ჭავჭავაძეზე და პირიქით უფროსია 3 წლით. ხო, 3-4 წლით უფროსი, ხო, ბარბარე ჯორჯაძე და
შემდეგ თომა მაჭავარიანი მიეკედლა იმათ და თომა მაჭავარიანი 7 წლით უმცროსია ილიაზისა. აი ესეთი ის არის. თქვა ამ დროს რაფიელ ერისთავი უფროსი ძმა ბარბარე ჯორჯაძისა ილიას მხარეზეა. თქვა და ალექსანდრე ორბელიანი, რომელიც ყველაზე უფროსია თელი მთავრობაში და ეს ფაქტიურად ილიას მხარეზეა და ასე შემდეგ. ასე რომ ეს არის იდეოლოგიური დაპირისპირება და ვერქვა ძველისა და ახლის უფრო მეტად და იწყება ძალიან საინტერესო. მე უფრო მაინტერესებს ამ შემთხვევაში ის კულტურა პოლემიკისა, როგორ შეძლო ილია ჭავჭავაძემ თავისი აზრი მოეხვია თავს აი ამ საკმაოდ განათლებული და საკმაოდ ძლიერი ძველი თაობის ძველი აზროვნების წარმომადგენლებისათვის. რა არის ახლა ფაქტობრივად აი ეს წერილი რო იწერება, აქ არის რევაზ ერისთავი გაიწირა ამ დროს ფაქტიურად, იმიტომ რევაზ ერისთავის თარგმანი არის საბაბი მხოლოდ იმისათვის, რომ ილიამ იმ პრობლემებზე ისაუბროს, რა პრობლემებზე საუბრიც მას ჭირდება. სტატიის ბოლოს ამბობს, რომ ჩვენი ენის დამცირებამ დაგვაწერინა ეს წერილი, თუ არა სადმე და სადგალამი. და ამას წინ უძღვის ის, რაზეც შეიძლება ითქვას, რომ ესაა ტრაქტატი ქართული ენისა. რომ უნდა გადავარჩინოთ ქართული ენა, ქართული თუ არ გადავარჩინეთ, ჩვენ რა პასუხს გავცემთ დაუმავლობას, რომ არ შეიძლება ენას ისე მოვეპყრათ, როგორც ეპყრობა თქვა ვიღაცა სხვები და ასე შემდეგ. მშობელ მამასაც არ უნდა ვაპატიოთ ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორება, ენას საღვთო რამ არის საზოგადო საკუთრება, ბაგასკაცი ბორო და ასე და ასე. აი ეს არის ტრაქტატი ფაქტობრივად. რატომ და იმიტომ, რომ თუ ენა არ გადარჩა, ქვეყანა ვერ გადარჩება. ეს არის თავარი აზრი ილიას ამ პოლემიკისა. და სხვათა შორის საინტერესო ის არის, რომ პოლემიკა გამოდგა საკმაოდ გრძელი. გეხსენებათ, ილიას ეს წერილი 61 წელს იბეჭდება, მეორე ნომერში მას მოყვა თქვა თვითონ რევაზ ერისთავის, ბარბარე ჯორჯაძის და გიორგი ბარათაშვილის წერილები. ილიამ ამათ უპასუხა, მერე ამას მოყვება სარდიონ მესხიშვილის, მერე მოყვება ექვთიმე წერეთლის და ასე შემდეგ. ასე რომ ეს პოლემიკა ძალიან ცხარე პოლემიკა წავიდა, მაგრამ უცნაური რა არის, ყველანი თანხმდებიან იმაში, რომ ენა არის ჩვენი გადარჩენის მთავარი საშუალება და მთავარი მიზანი. აქ არავინ არ დაობს ამაზე. დაობენ იმაზე, რომ თქვათ აი ეს შეცდომა დაუშვა ილია ჭავჭავაძემ ამათან კამათში და ისევ ენობრივ საკითხებზეა დავაკამათი. წმინდა გრამატიკულ თუ არაგრამატიკულ ლექსიკურ ენობრივ საკითხებზე. საერთო ჯამში ეს თაობა ძველიც და ახალის არის ერთი პოზიციისა. ეს არის რა, რომ ყველანი უნდა ვემსახუროთ ენას და ენა უნდა გადავარჩინოთ. გადარჩება ენა, გადარჩება ქვეყანა. აი ეს არის თავარი პოზიცია. ეხლა აქ არის ალბათ ანდრო ბატონო ძალიან საინტერესო არის ის რეფორმა, რომელიც ილიამ ჩაიფიქრა. ხათა შორის ცოტა მოგვიანებით მიხეილ ჯავახიშვილი იტყვის ასეთ რამეს, რომ ჩვენში რომ არ აყოლოდა ჩვენი ენობრივი რეფორმა, რომ არ აყოლოდა ენის ცვალებადობას, ჩვენში მოხდებოდა ისე, როგორც მოხდა ინგლისში. კემბრიჯს წერთ და ოქსფორდს კითხულობენო ინგლისშიო. ჩვენში და ჩვენი ქართველების დამოკიდებულება ენობრივი პროცესებისადმი სწორედ აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ხდება ცვლილება ენაში და ამას მიყვება მომენტალურად ცვლილება ორთოგრაფიაში, ცვლილება მარწერაში. თუ არა მაშინ აღმოჩნდება დაშორდება წერა და მეტყველება ერთმანეთს და ეს იქნება კატასტროფა, არატრადიციული დამოკიდებულება წერისა და მეტყველების. ეს იცის ილია ჭავჭავაძემ, ეს რომ ენა იცვლება, მსჯელობს ამის შესახებ, რომ ენა ცვალებადი ფენომენია, ენის ცვლილებას უნდა მოყვეს ცვლილება ორთოგრაფიაში. თუ არ ავყევით ასე ენის ცვლილებას, მაშინ ჩვენი წერა და მეტყველება დაშორდება ისევ ერთმანეთს, როგორც არის სხვა ენებში და ეს ჩვენ უპირატესობას წაგვართმევს. ამის შესახებ სხვა დროსაც მერეს მომდენო თაობები ხშირად ლაპარაკობდა და
ილიამ ჩაიფიქრა ის რეფორმა, რომელსაც მე დავარქვით ხმარებიდან გასული ასოები რომ არის 500 მოჩაით მოდის ვიხდი რომ გაწყვეტენა ამათი უცნაური ის არის რომ ეს ახლა ვთქვათ მთელი ძირითადი სალაპარაკო თემა ილიამ სულ სხვაგან გადაიტანა და ეს სკოლიოში ჩაიტანა რატო გააკეთა ახლა ეს მე ასე მგონია ანდრო ბატონო ილიას თუ დააკვირდებით გამოდის საპასუხო წერილი და მომდენო ნომერში უკვე პასუხი იბეჭდება სადაც არის საოცრად პროფესიონალურად შეშურდება დღევანდელი მაღალი დონის ლინგვის ის მსჯელობა რასაც ილია ატარებს იქ არის შესახებ როგორ უნდა იყოს შესაბამისობა წერასა და მეტყველებას შორის რას ნიშნავს გერითი მეტყველება როგორ შეიძლება გადავიდეს გრაფიკულად და ასე შემდეგ ეს არის უმაღლესი დონის მეცნიერული მსჯელობა ილია მზად არის ამისთვის უბრალოდ მე მგონი ილია ჭავჭავაძე აი ეს იყო პოლემიკური ხერხი ოსტატობა ილიასი პირველივე გვერდზე რა თქმა უნდა მის სტატიას ვინც ჩახედავს ეუწყოება სამეცნიერო სტატია და მაღალი დონის ლიტერატურული წერილი თქვათ იბეჭდება და იწერება დაბიური ენით ეხლა მაღალი ენა არის თქვათ ის ანტონის ენა რომელზეც თვითონ ესენი წერენ და ეს მდაბიურია ილიას შესთავაზე ეს მდაბიური ენა ძირითად ენად და იქვე სკოლიო შეუნება ამას მე არ ვხმარობ ილია მიცის რომ ეს გამოიწვევს პოლემიკას ამას მოყვება უეჭველად მსჯელობა და მართლაც ასია ყველა ვინც კი პასუხი გასცა ილიას უპირველეს ყოვლისა ამ თემაზე საუბრობს ეს როგორ შეიძლება ეს რა არის ეს რა მასხრად აღებაა ენისა ეს რა უპატივცემულობა ის ილიამ ეს იცის მაგრამ არც ერთი მათგანი არ მსჯელობს და ვერ მსჯელობს საგნობრივად ვერ ასაბუთებს რატოა და ილიამ აი ეს გააკეთა მე რომ ამბობ პოლემიკური ხერხია თქვა გადაუგდო ეს ვანგესი და ეუბნება რომ აი თუ ამაზე მომყევით გამოტყუა მათ თავიანთი აზრები ათქმევია ვის რა შეხედულება ქონდა ამ თემაზე მე მომდევნო წელში მოუყარა ამას თავი და ფაქტიურად ილიამ შეძლო უკვე მეცნიერულ და დამერწმუნეთ იმდროინდელი ლინგვისტიკის, იმდროინდელი ფსიქოლოგიის თუ პედაგოგიკის დონეზე უმაღლესი დონეა ეს. ილია ახერხებს დაასაბუთოს აი ის, რაც მისმა ოპონენტებმა არა მეცნიერულად და ემოციების დონეზე დაუპირისპირდნენ ილიას. ამისთვის აკეთებს ილია და ეხლა წარმოიდგინე რა ხდება. რომ არა ილიამ თან გათვლილი არის ძალიან საინტერესოდ. მარტო მსჯელობა ამას არ უშველის. მარტო მსჯელობით ამას და ამგვარი დასაბუთებით ვერ დაარწმუნებ ვერც მოპირისპირე მხარეს და ვერც საზოგადოებას რომ ამასოების ამოღება არის საჭირო. რა არის საჭირო? და იქვე მოდის მე ჟურნალია საჭირო. მომზადდა ახალი ჟურნალი საქართველოს მოამბე. აუცილებელია პრაქტიკაში დაინერგოს ამგვარი მარწერა, ამგვარი წერა. ეს არის აუცილებელი. და აუცილებელი რამ არის ბატონო გიორგი, ახლა მე აქ ჩვენ საუბრობთ თქვენი რა თქმა უნდა პროფესიიდან გამომდინარე რომ ეს ენობრივი თვალსაზრისით რა მნიშვნელობა ჰქონდა და როგორ მნიშვნელოვანი იყო ილიას ამგვარი მსჯელობა. თუმცა აქვე ილია საუბრობს თუ არა ის როგორ უნდა ვთარგმნოთ, როგორი ენით უნდა ვწეროთ. არამედ რა უნდა ვთარგმნოთ. კი ბატონო. რა უნდა ვთარგმნოთ და რომელი არის ის რაც გამოადგება ჩვენს ლიტერატურას, ჩვენს აზროვნებას და რა არ გამოადგება. კი ბატონო. ჩვენ როცა სამწუხაროდ არ ვაქცევთ ყურადღებას, ამი არ ვიცი რა გავიკითხე და თარგმანის თეორიაში, თარგმანის პრაქტიკაში საერთოდ არის თუ არა ყურადღება გამახვილებული იმაზე, რასაც ილია აქ საკითხებს რომ სომსტუნდას თარგმანთან დაკავშირებით. თარგმანმა უნდა გაამდიდროს ეროვნული ლიტერატურა. რა აგერ უკეთესი მაგალითი რა გვინდა თარგმანია თქვა სახარება და ბიბლია თარგმანია და ჩვენი ქრისტიანული კულტურა დაემკვიდრა სწორედ ამას თქვა სახარების თარგმანს. ვისრამიანი არ ვახსენოთ და სხვადასხვა. ეს არის ჩვენი ეროვნული ლიტერატურის გამდიდრება. აი ამ საკითხს დასვამს, როცა
და ეუბნება სწორედ უნდა შევარჩიოთ თარგმნელი და უნდა ვთარგმნოთ, ესე იგი, ორი მომენტი არის. რა გაამდიდრებს ჩვენს ეროვნულ ლიტერატურას და მეორე როგორი თარგმანი. რა და როგორ. და ამაზეა გაკეთებული აქცენტები სწორედ აი ამ შემთხვევაში. აქ რა თქმა უნდა მაგალითისთვის სხვა შეიძლება და მოყვანილი, მაგრამ რომელიც მოყავს ძალიან ნათელი მაგალითია იმისა, რომ კაზნოვი არ არის ის მწერალი, რომელმაც შეიძლება მე-19 საუკუნის საქართველოში ჩვენ რაღაცა გვასწავლოს და რაღაცით სამაგალითო და სანიმუშო გახდეს. როცა გვერდით ყავს გეუბნება პუშკინი, ლერმონტოვი, გოგოლი და აი ესენი როცა ყავს, რატო აი წირპლიან ამაზე გაუბრაზდნენ, ხო, იმ წირპლიან კაზნოვს რას მიახდებიო. ერთი და მეორე როგორ თარგვით თვითონ შეშლილი რას წარმოადგენს და როგორ არის და აი ეს საკითხი ილიამ ძალიან სერიოზულად დასვა და ეს მე მგონი დღესაც გასათვალისწინებელია ეს პრობლემა. მათ შორის ერთი რამ არის უცნაური. კაზლოვი ეს არის კარამზინის სკოლისა, რა თქმა უნდა, კარამზინის სკოლისა სენტიმენტალისტი და მიმართულების რაღაც დრო სენტიმენტალიზმია, მაგრამ ერთი რამ არის, რომ ეს არის ძალიან სახელოვანი კაცი ამავე დროს. ის არის ომის გმირი, ნაპოლეონთან ომის კაცი არის, რომელიც მერე დაბრმავდა. ბრმამ შეისწავლა ინგლისური ენა და ბაირონი თარგმნა. მერე ის ადამიანია, რომელსაც ვთქვათ, აქებს ქებით იხსენიებს ბელინსკი. ადამიანი, რომელსაც სხვათა შორის დიდი სიმპათიით არის განწყობილი პუშკინი მის მიმართ. და ილი ამბობს აქ ერთ უცნაურ რაღაცას. გახსოვთ და მინდა რომ აყურებელს შევახსენო, რომ ასე ზოგიერთ რუსთო ისო დიდ ვინმეთ მიაჩნიო. მაგრამ ჩვენო არაფერ. ესე იგი, ეს ზოგიერთნი რუსნი არიან ბელინსკი და პუშკინიც ხო? აქ რაღაცა პრინციპული დამოკიდებულება უფრო ჩანს, ვიდრე ახირება ილიას. ეხლა მე სულ მგონია, რომ ამ შემთხვევაში საერთოდ რევაზ ერისთავი ერთი მხრივ როგორც მთარგმნელი, კაზლოვი მეორე მხრივ როგორც თარგმანი და ასე შემდეგ, ეს საბაბია ილიასთვის სასაუბრის საბაბი, რომ გადავიდეს იმ პრობლემაზე, რა გვჭირდება, როგორ გვჭირდება და ეს საბაბი აქ შეიძლება აღმოჩენილი იყო რევაზ ერისთავის ადგილზე აღმოჩენილი იყო სხვა მთარგმნელი, მე შეგეტყვი და არ იყო იმ დროს თარგმანები ისეთი ლიტერატურული მცდელობები თუ ასე შემდეგ, რომელსაც ასევე გაანადგურებდა ილია თავის იმაში. უბრალოდ ეს არის მასალა მისთვის იმ თემაზე სასაუბროთ, რომელი თემას უნდა შემოთავაზოს მან მკითხველს. ეს არის ერთი ენა, რომ უენო ენად ნახეთ ჩემი საყვარელი ენა, ეს არის თავარი პრობლემა მისი და მეორე დავფიქრდეთ იმაზე, რითი ვამდიდრებთ ჩვენს ენას. ეს იმას კი მიაჩნია შეიძლება, მაგრამ მე ეს მჭირდება ეხლა რა აი ეს საკითხებია, ასე რომ არ არის გამორიცხული, რომ ის სხვა შემთხვევა, სხვა ნაწარმოები აიღო და იმაზეც ასევე ესაუბრა. სხვათა შორის რევაზ ერისთავი მისთვის ეს როგორც ჩანს, მაინც პატივსაცემი კაცია. საგანგებოდ ვეძებდი რევაზ ერისთავის საპასუხო წერილში, ანდრო ბატონო, ისეთ ფრაზებს, რომ აი თქვა გულდაწყვეტილი კაცი როა, გაბრაზებულია, ახალგაზრდა კაცმა ასეთი შავი დღე აყარავ, თქვა და ასე შემდეგ. ძალიან თანდაბლად საუბრობს რევაზ ერისთავი, გულდაწყვეტით რა სხვა ვერაფერი ნახეო, ჩემთან სადაო და საკამათო და ასე შემდეგ და როგორც ირკვევა ეს რევაზ ერისთავი შემდეგ ილიას გვერდით დგას საბანკო საქმეები რო ლაგდება მაშინ და იმ დამფუძნებელ ჯგუფში არის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ ჯგუფშია ეს ილიას გვერდით აგრძელებს მერე საქმიანობას ფაქტობრივად უბრალოდ მან ილიამ ამ შემთხვევაში რევაზი ერისთავის თარგმანი გამოიყენა მასალად საპოლემიკო და იმ ძირითად თემებზე სასაუბროთ. ძირითადი თემა იყო მისთვის რეფორმა უნდა მოხდეს ენისა და ეს არის კარგი მაგალითი იმისა, ეს ნაწარმოები, რომ ასეთი რაღაცები არ უნდა იწერებოდეს, ასეთი რაღაცები არ უნდა ითარგმნებოდეს. ამ ენით არ შეიძლება საუბარი და ასე შემდეგ. აი ეს არის მთავარი თქვა ამ შემთხვევაში. საერთოდ ეს ტრადიცია, რომ ილიას პოლემიკის აი ეს მე როგორ გაგრძელდა
სხვათა შორის ძალიან საინტერესო რა არის, იცით, აი ეგ ერთი მომენტი მინდა გავხაზოთ კიდევ, რომ ილია მეორე წერილს უძღვნის ალექსანდრე ორბელიანს. პასუხი რომ დაწერა ილია ვექვთიმე წერეთლის წერილის შემდეგ უძღვნი ალექსანდრე ორბელიანს. ალექსანდრე ორბელიანი აი თელ ამ იმაში ვინც კი მონაწილეობს ამ პოლემიკაში ყველაზე უფროსია. 1908 წელს არის დაბადებული. რა შუაშია ალექსანდრე ორბელიანი რატო უძღვნის? თანაც ალექსანდრე უფრო იმ თაობის წარმომადგენელია. ძალიან საინტერესო ის გახლავთ, რომ ალექსანდრე ორბელიანს აქვს მანამდე სანამ დაწერს ილია ამ წერილს 1860 3 წერილი დაბეჭდილი, 2 ცისკარში და 1 ბროშურის სახით არის გამოცემული, ენას ეხება. აი ის პრობლემები, რომელიც დასვა ილია ჭავჭავაძემ, რომ 3 ენა არ უნდა იყოს და 1 ენა უნდა იყოს, რომ უფრო მაღალი ენა ხელოვნურია და არ შეიძლება მაღალ ენაზე წერა, რომ რეფორმაა საჭირო, გასატარებელი და ასე შემდეგ. ეს საკითხები ალექსანდრესთან დაისვა ჯერ. ანუ ალექსანდრე ორბელიანმა ილიას მოუმზადა გარკვეულად ნიადაგი და ილია უკვე მერე არ არის შემთხვევით, რომ მას უძღვნის სხვათა შორის აი მეორე წერილს. ალექსანდრე ორბელიანი პოლემიკაში არ მონაწილეობს, მერე წერილს ოღონდ ერთი ვერ ელევა იოტას. ესე როგორც ბარევორის სხვაც, მერე აი გამსახურდია და ჯავახიშვილის კი იოტაზე ლაპარაკობენ მერე. ასე რომ ეს პოლემიკა ფაქტობრივად თითქოს და მერე ძალიან უშველა ილიას მხარში ამოუდგენ თერგდალეულები. აი 3 თერგდალეულის წერილი. ძალიან საინტერესოა. კირილ ლორთქიფანიძე, სამსონ აბაშიძე და აგაგი წერეთელი. პირველი თერგდალეული, მეორე თერგდალეული, მესამე ასე ეწერებოდნენ და არც ერთი კონკრეტულ საკითხებზე არ მსჯელობს, უბრალოდ ზურგს უმაგრებენ ილიას. ილია ლაპარაკობს, აი მიდი აგერა ვარ, ჩვენ დაახლოებით ასეთი პოზიციაა მათი. და შეძლებელია. სხვათა შორის გიორგი წერეთელიც ილიას მიუხრო, მამამისისგან ცოტა მოგვიანებით, ცოტა მოგვიანებით. ამე პირველი დარტყმა მიიღო სწორედ ამ 3 თერგდალეულობას და ძალიან საინტერესოა ეს. რა თქმა უნდა და ამ დროს სწორედ კირილ ლორთქიფანიძე თავის წერილში იწყებს მსჯელობას იმაზე, რომ ჩვენ ახალი ჟურნალი გვჭირდება. ახალი ჟურნალი, რომელიც ამ პრინციპით წავა და მართლაც მერე ამას საქართველოს მოამბე მოყვება. და აი ეს თითქოს ჩანელდა ეს პოლემიკა, რომ არა მერე 471 წელი და ისევ გაცოცხლდა პოლემიკა უკვე გაცოცხლდა გრიგოლ ორბელიანმა გააცოცხლა. სხვათა შორის გრიგოლ ორბელიანმა შეატარიალა თითქოს რაღაც მიმართულებაც კი ისევ დაუბრუნდა ძველ რაღაცებს და რაც მთავარია, აი მამებისა და შვილების საუბარზე, მამშვილებზე საუბარი გრიგოლმა დაიწყო. მამანი თქვენი თავის დრო ძენი და შვილებო საიდან ყნავით და რაღაცები, ეს ზნეობაზე როა საუბარი. აი აქაც რა არის, იცით, მთავარი არის, რომ როგორც ჩანს ამას ვერ ინელებს ეს ძველი სხვათა შორის უცნაური რა არის, იცით. ანტონ კათალიკოსის 3 სტილის თეორიას და საერთოდ იმ ტრადიციას ისე ღრმათა აქ ფესვები გადმული ვერ ელევიან და უჭირთ დათმობა იმისი. ძალიან ძნელია რაღაც გაგება ამისი, მაგრამ ანტონის ავტორიტეტზეა საუბარი აქ. ანტონმა შეძლო მთელი საუკუნის მანძილზე ისე დაემკვიდრებია თავისი აზრი, რომ აი მერეც კი ილიასა და მისი თაობა გახდა საჭირო იმისათვის, რომ რაღაც ამ შეეცვალათ და ის გადაეთქვათ, ის გზა დაეგმოთ. ეს ახლა უცნაური რაღაცა კი არის ჩემთვის მაგალითად, მაგრამ დღევანდელ დღესაც ანტონის ამ 3 სტილის თეორიაში რაღაცა მარცვალი არის სიმართლის. არ შეიძლება ყველაფერზე და ყველა საგანზე ერთნაირად წერა და ლაპარაკი. ანტონი თავისთავად ცხადია აბსოლუტურად გეთანხმებით. ანტონს ეს თავისით არ გამოუგონია. ეხლა რუსეთში მოგხსენებათ ლომონოსოვს ჰქონდა ეს თეორია და არისტოტელედან ამოდის ესა. იქ როცა არის საუბარი არისტოტელესთან არის საუბარი პოეტიკაში, როგორც მახსოვს, რომ
ტრაგედია არ შეიძლება დაიწეროს იმენით, რომელთაც წერ კომედიას. კომედიის ენა სხვა არის, ტრაგედიის ენა სხვა არის. ამას სტილებრივი განსხვავება ყოველთვის არის და ფუნქციონალურ სტილს ეძახიან აი ამას. ეხლა დღეს მხატვრული ნაწარმოებია ესა თუ ენციკლოპედიური ნაშრომი, ეს ძალიან იოლია ამის გარჩევა, თქვათ, სტილის მიხედვით. და აი ამის გაურჩევლობა უკვე ამ გაურჩევლობას შემოაქვს ბევრი არევდარევა და უგემოვნობა თავისთავად ცხადია. ანტონმა მე ასეთი ფრაზა ვიხმარე და რომ განზრახვა ანტონისა იყო კეთილშობილური. შედეგი მივიღეთ სავალალო, თორე განზრახვა რა იყო, რომ ანტონის დროინდელ საქართველოში უკვე აირია ის ბაზრის ენა, ლიტერატურის ენა და ანტონმა მოინდომა ამ აღდგენა იმ ტრადიციისა, რაც ჰქონდა ჩვენ ლიტერატურული ტრადიცია, მაგრამ მან ფაქტობრივად შექმნა ილუზიური ენა, მაღალი სტილი. ეს ხელოვნური და აი ამან დაღუპა, თქვათ ეს თეორია. გეუბნებიან რომ არის დაბიურია ის, რომელზეც ის დაბიური ენა, მეორე საშუალო არის დარბაისლური და სხვათა შორის ალექსანდრე ორბელიანი დარბაისლური უნდა შემოვიღოთ და არ ამ დაბიური, ამაში დაუპირისპირდა ილიას მერე. და მაღალი არის არისტოკრატიული და ასე შემდეგ და ის მაღალი რა არის, არც მეტი, არც ნაკლები, ეს არის ხელოვნური ენა. აი ხელოვნებისათვის, თვის ხელოვნებისა, თქვათ, გადააქვს და ასეთი რაღაცეებს გაკეთებს და ჩვენ ანტონ კათალიკოსმა თავის, რა თქმა უნდა, თქვენ ბრძანეთ, რომ ანტონ კათალიკოსს ჰქონდა განზრახვა ამ სამი სტილის თეორიასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძირითადად ამ წერილში ილია ჭავჭავაძე ანტონის სტილის, სამი სტილის თეორიას ვილათრობს, რომ კაცრად ექცევა. და ამბობს, რომ ეს არ არის გზა ქართული ენის განვითარებისა და ეხლა ჩვენ ანტონს თუ გაქვს რამე კიდე დასამატებელი, მოგიდა, უნდა გადავიდეთ. კი ბატონო, ესე იგი, როგორც თქვი, ჩვენ ანტონ კათალიკოსის განზრახვა იყო ძალიან კეთილშობილური. მას სურდა ქართული სალიტერატურო ენის გამორუდებული მაგისტრალური ხაზი გაესწორებინა. მაგრამ სამწუხაროდ წავიდა სხვა მიმართულებით, ეს არ იყო ტრადიციული ხაზი. და აი ეს ხაზი გაასწორა ილია ჭავჭავაძემ სწორედ. ეს არის მთავარი. ამბობს კიდევაც ეუბნება, რომ სხვაზე უკეთ ვიცი მე ვინ იყო ანტონი და ანტონის დამსახურება, მაგრამ ჩვენ ენა მაინც სხვა რაღაცაა ის. არც ანტონს და არც ხოს არ უნდა დაუთმოთ ჩვენი საღვთო საყვარელი ენის ძირითადი ხაზიდან გადახვევა. ეს არის მთავარი და არსებითი და სხვათა შორის დიდხანს მოსდევდა მერეც კი, აი 70-იან წლებშიც კი ანტონის ხსენება, ანტონის გზის დაგმობა და გადახვევა თქვა და ასე შემდეგ, ეს ბრალად ედებოდა ამ თაობას, კაი ხანს შემდეგ. თავარი რა არის ამ შემთხვევაში ილიამ ისევ ეს თქვათ მაშინ რომ ილიამ და მისმა თაობამ შეძლეს ჩაეტარებინათ ეს რეფორმა და რომ არა ილია ჭავჭავაძე მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ არა ის თაობა და ის დიდი ძალისხმევა სწორად დაგეგმილი ეს რეფორმა შეიძლება პრობლემები დღესაც ქონოდა ჩვენ იქედან მოყოლებული და ვერ დაგვეძლია იმიტომ რომ ამას ილია ჭირდებოდა იმ პრობლემების ავტორიტეტი ილიას ავტორიტეტი ჭირდებოდა და საბედნიეროდ ჩვენ ილიამ მოგცა ღმერთმა და ქართულ ენას ილია მოუვლინა მაშინ. აი მერე ისევ 70-იანი წლები ისევ იწყება ხელახლა გაცხარება, ოღონდ იქ გადადის უკვე სხვა ჭრილში გადადის უკვე ეს არის განათლების მომენტი შემოდის და უნივერსიტეტი თუ სამხედრო სასწავლებელი. ამან გამოიწვია მეორე ეტაპი. და აი აქ შემოდის უკვე მერე იაკობ გოგებაშვილი ცოტა უფრო ადრე და მერე ამათ გვერდით დგება და იწყება სწორედ ის ფიქრი, აი ეს პოლემიკა, იქ პოლემიკა არა, ძირითადი ძალისხმევა მიდის განათლება გადაარჩენს საქართველოს. ვინ არის ის აკაკი სააკირთი, საოცრად საინტერესო, ვინ არის ის, რომ ჩვენი ბედისწერა განათლებაზე არის დამოკიდებული და იწყება უკვე ამ მიმართულებით ცვლა. სხვათა შორის აი ის რაც პოლემიკა რაც ჩატარდა თქვათ ილიას მეთაურობით
საოცრად საინტერესო კულტურას პრინციპებს ალაგებს, პოლემიკურ კულტურას ქმნის და ამ კულტურით გრძელდება მერე ცხოვრება მე-19 საუკუნეში. ერთი სხვადასხვა ახლა ეს პოლემიკა, რომელიც მერე განახდა სხვადასხვა შეხედულებების ადამიანებს შორის, სხვადასხვა იქ ახალგაზრდების აღმოჩნდნენ, როდესაც მოითხოვეს სამხედრო სასწავლებლის გახსნა და არა უნივერსიტეტის. ერთი ის არის, რომ ეს მართლაც შეხედულებების იყო, თუმცა გრიგოლ ორბელიანი ძალიან აფასებდა ილია ჭავჭავაძე როგორც მწერალს, როგორც პოეტს, როგორც ადამიანს, რომელმაც სამშობლოს სიყვარული მართლაც არ ეკიდა ფეხებს, ეს არ არის გამოცანების გმირიც გახდა, მაგრამ ზოგჯერ ფეხებს ზოგჯერ ხო, მაგრამ ისეც სხვადასხვა ცოტა ილია ასეთ საკითხებში მკაცრი იყო, ხშირად ძალიან მკაცრიც. ალბათ სწორიც იყო, იმიტომ რომ ის დიდი მიზანი ჰქონდა მას. ამ დიდი მიზნისაკენ მიმავალ გზაზე წენინება არ წენინების საკითხი უკვე ვეღარ იდგა რა, მაინც თავად. აი, პრინციპისათვის ანდრო ბატონო, აი ილიას წენინება არ წენინებაზე კი არა და პრინციპისათვის ერთი ძალიან საინტერესო მოგონება აქვს არტემ ახნაზაროვს. ბანკში რომ იყო ილია, ეს ხასიათი იყო მისი, ბუნება იყო მისი. არინდობს დამსახურება, ის არა თავარი საქმე აინტერესებს. ყვება ასეთ რაღაცას, რომ ბანკში ჩამოდის ერთი კახელი თავადი, გემახსოვრება რა თქმა უნდა ეს, რომ 800 თუმანი აქვს გადასახდელი, ბანკის ვალი, თორე მამული აქვს ჩადებული. და მოდის ილიასთან და ეუბნება, რომ მეორე დღეს საჯარო ვაჭრობაა დანიშნულია. რომ ნახევარი მაპატიო, არაო ილიამ უთხრა. ხვალ 12 საათამდე არ შემოიტან თანხას, სრულად გაგიყიდი მამულს. მოდის 2 საათით ადრე თუ 1 საათით ადრე ვაჭრობამდე. ეუბნება თუმნებზე 80 თუმანი რაღაცა მოგეთ ამ ნახევარი არა, მე-4-დი არა, მე-5-დი არა, ესე იგი მაპატიე. და მერე ამოიღო ჭიბიდა და დაუყარა თურმე ფული მაგიდაზე. თუ ქონდა შეგაცო რაღაც მან შეგაცო კახეთიდან კაცი ჩამოვიდა და არ ვიქეიფო, ისე წავიდა თბილისიდან უთხრა. და ილიამ მითხრა ეს ახნაზაროვი ამბობს, რომ აი ასეთები არიანო, აი ასეთი, ალბათ არ უნდა აპატიო. თავისი გემოვნებისა და თავისი გემოსათვის, თავისი სიამოვნებისათვის მარც მამული აინტერესებს, თავისი და არც ახლდა და არც. აი ეს პრინციპი არ დათმო. და ამას რაზე ყვება, რომ ამ დროს თქვათ მაჩაბელი აპატიებდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლემიკა ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან მწვავეც იყო, ილიასი და დანარჩენებისა, ვისთანაც პოლემიკა ჰქონდა ილიას. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ამ პოლემიკის ჩარჩოები, ეს პოლემიკის საკითხის ირგვლივ კამათგაცილებია. ეს არ გადასულა პირად შეურაცხყოფაში, არ გადასულა განსაკუთრებით მაგალითად ილია ჭავჭავაძის უფროსი თაობა იყო გრიგოლ ორბელიანი, როდესაც განახდა მე 70-იან წლებში, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე გრიგოლს არ მეუღია მონაწილეობა. და დიდი დამფასებელი იყო ილია ჭავჭავაძე გრიგოლ ორბელიანი. პოლემიკა ჰქონდა დაგაგისა და ილიას, მაგრამ უდიდესი დამფასებლები იყვნენ, ერთმანეთის დიდი ფასი იცოდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ მგონია, რომ ეს ყველაფერი იყო, მე წიგნსაც 6 სათაური მივეცი, მე-19 საუკუნე ქართული პოლემიკური კულტურის სკოლა. ეს იყო უზარმაზარი სკოლა. გეუბნებიან და გასწავლიან იმას, რომ შენ უნდა პრობლემაზე იფიქრო, პრობლემაზე ილაპარაკო და ის, ვისაც შენ ეკამათები, პიროვნებას კი არ ეკამათები, კამათობ პრობლემის თაობაზე. იმ პრობლემის მიმართ მეც და შენც თანაბარი სხვადასხვა ლევან აკბრეგაძე ძალიან კარგად ნათქვამი, რომ პოლემიკა რატომ მიყვარსო, იმიტომ რომ ეს არის გზა ჭეშმარიტებისაკენო. პოლემიკაში დამარცხებული არ არის. თუ პოლემიკაში შედის თუ პოლემიკა მიდის ორ პიროვნებას შორის, სულ ერთია ვინ გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ჭეშმარიტებისკენ ორივე გზა ჭეშმარიტებისაგან არის. და გამარჯვებულია ორივე, როცა თუ ჭეშმარიტებას მიაღწევს.
აი ამ პრინციპით უყურებენ ისინი ერთმანეთს და ამიტომაც არის სხვადასხვის რომ შემდეგ წეღანაც ვახსენე ჩვენ რევაზერის თავი ილიას გვერდით დგას მერე ბანკის საქმის დაფუძნება იქნება თუ წერა-კითხვის საზოგადოების დაფუძნება და თვითონ ილიასა და აკაკის ურთიერთდამოკიდებულება არის საოცარი მაგალითი როგორი უნდა იყოს პიროვნებას შორის ურთიერთობა და როგორი მოღვაწეებს შორის ეხლა ილია და აკაკი სამოღვაწეო ასპარეზზე რო გამოდიან თუნდაც იმ პირველი წერილის დროს აი ორიოდე სიტყვის ილია სასწრაფოდ დაუდგა აკაკი მხარში და მერე გახსოვთ ალბათ საოცარი დამოკიდებულება არის მათ შორის ზურაბიშვილი იგონებს ასეთ რაღაცას რომ სადაც კი იტყოდენ რომ ილიამ ეს ლექსი წაიკითხა იკითხავდნენ რომ აკაკიმ რა წაიკითხაო იმიტომ რომ ვერ წარმოედგინათ ილია თუ იყო აკაკი იქ არ ყოფილიყო და აი ასეთი ილია ზურაბიშვილი დიახ აი ასეთი ურთიერთობები იყო და ამ დროს ესენი კამათობენ ვეფხისტყაოსნის საკითხზე ეხლა ვეფხის თვითონ ეს საარსი ამ კამათის ამ წუთში იმდენად არ გვაინტერესებს რამდენადაც პრინციპი მათი ურთიერთდამოკიდებულებისა და კამათისა აკაკიმ წაიკითხა ლექცია აკაკი ამტკიცებს იმას რომ ეს არის ქართული პოემა ილია ეუბნება რომ აი ამგვარი მაგალითები ჩვენ ამდავლებ ამ პოემას იმიტომ რომ შენ იყურები ვიწრო ჭუჭურდანიდან ეს უფრო საკაცობრიო დავა გასაგებია ერთი სხვა კუთხით უყურებს მეორე სხვა კუთხით მაგრამ ამხელა კამათში არც ერთი სიტყვა ბატონობის გარეშე, პატივისცემის გარეშე, ერთი მეორეს მიმართ მოკრძალების გარეშე. ილია და აკაკი არის ბოლო-ბოლოდაც. და თანაც აქ არის აკაკი განმარტავს კიდევ, როდის უნდა ედაო კაცს. ჯერ ერთი საგანი უნდა ღირდეს კამათად, მეორე პიროვნება უნდა იყოს ღირსი იმისა, რომ მას ეკამათო და მესამე შენი თავის პატივისცემა არ უნდა დაკარგო ნებისმიერი კამათის დროს. ეს პრინციპებია. ჩაიერა ამ კამათმა და გახსოვს ამის შემდეგ არის როცა აკაკი ჩადის თელავში და ილიაზე ამბობს რაღაც გენიალური სიტყვა ეს არის ქართული ჭერმეტყველების რომ ილია ქრისტეს შეადარა კაცო ეს კუთხე ბეთლემია ჩვენთვის იმიტომ რომ ილია დაიბადა აქო და ილიამ რო წაიკითხა აკაკის წერილი არიციო სიტყვა დაამჯობინო აზრს თუ აზრი დაამჯობინო სიტყვას ისია შერწყმული ერთმანეთთან ჭეშმარიტება სიტყვისა და გონებასთან და ასე შემდეგ და აი რას ნიშნავს ილიას შესახებ აკაკი რო ამბობს აი რას ნიშნავს პოეტ აი ესეთი დამოკიდებულებებია ეს ერთმანეთთან და სხვათა შორის აი ილიას აკაკისა და იაკობის პოლემიკა არის კიდევ აი ენობრივ საკითხებზე საოცარი მაგალითი იმისა თუ როგორი შეიძლება იყოს მოღვაწეების ურთიერთდამოკიდებულება აი ზუსტად სკოლა რო ახსენეთ თქვენ სკოლა მართლაც სკოლა იყო მათი ურთიერთდამოკიდებულება დღევანდელობისათვის მაგრამ სამწუხაროდ ხშირად პოლემიკაზე საგანი ავიწყდება და ერთმანეთის ლანძღვაში გადადის. აი ეს არის დაკარგული კულტურა ჩვენი მე-19 საუკუნეში ეს კულტურა გქონდა ჩვენ. აი ახლა რასაც აი გავიხსენე აკაკისა და იაკობისისა. მოხდა ძალიან უცნაური რამ. აკაკი წერეთებმა დაწერა კრიტიკული წერილი და გააკრიტიკა იაკობ გოგებაშვილის ერთი იგავი ერთ-ერთ კრებულში. იქ არ მოწონს სიტყვა ვაღიარებ, უნდა იყოს აღვიარებ. აი ამაზეა საუბარი. იქ ცოტა მწარეთ როგორც შოვოდა აკაკის იმ არაკის პერსონაჟმა ვირმა ქართული არიცის და ეწყინა გოგებაშვილს მისი არაკია ესა. სხვათა შორის ეს იყო ძალიან გრძელი პოლემიკა. მიდიოდა დროებასა და ივერიაში და 30-ზე მეტი წერილი დაიწერა. ეს ყველაზე დიდი პოლემიკა იყო, რაც კი მოხდა მე-19 საუკუნეში და ჩვენ სინამდვილეში საერთოდ. ამაში მონაწილეობს თქვათ იქ არიან გიორგი წერეთელი, კოტე დაუდოშვილი, ბევრი ვიღაცა. მაგრამ მთავარი და არსებითი რა არის? ეს არის პოლემიკა სალიტერატურო ენის საკითხებზე. ყველა გრამატიკის საკითხები, ლექსიკის საკითხები, მაგრამ მთავარი აქ არის ერთი ძალიან საინტერესო რა.
როგორც კი აკაკი წერეთელმა ძალიან მწარე პასუხები არის, მწარე თეორიული თვალსაზრისით, არინდობენ ერთმანეთს, არ პატიობენ ერთმანეთს პატარა შეცდომასაც კი და აკაკი წერეთელი მისწერს კვალში გიორგი წერეთელს. გიორგი წერეთელი კვალის რედაქციაშია და ის აკაკის დაუდგა მხარში და ისინი ებძვიან იაკობს. იაკობ გოგებაშვილიო, მე მივხვდი რომ იაკობი უკან დამხევი არ არის, მან თავისი აზრი გამოთქვა, ჩვენი აზრი გვაქვს და მე გთხოვ თუ კიდევ მოვა რაიმე წერილი იაკობის საწინააღმდეგო რედაქციაში არ დაბეჭდოთ. იაკობი დიდად პატივსაცემი კაცია და ზედმეტად გული არ ვატკინოთ. ჩვენ იაკობს უნდა გაუფრთხილდეთ. ამას პოლემიკაში ლაპარაკობს აკაკი. ეხლა დამთავრდა პოლემიკა და იაკობი ამბობს. მე და აკაკი წერეთელი კარგი ნაცნობები ვიყავით, სანამ პოლემიკას დავიწყებდით. პოლემიკის შემდეგ ჩვენ მეგობრები გავხდით. პოლემიკა არის დაუნდობელი. აი ეს იყო კულტურა პოლემიკისას ვათაშო. საოცარი დამოკიდებულებაა. ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა და მინდა რომ ჩვენს ტელემაყურებელს უთხრა რომ საუბრები გაგრძელდება, იქნება სხვადასხვა თემებზე. მადლობა მინდა უთხრა ბატონ გიორგის მობრძანებისათვის, მართლაც საინტერესო საუბრისათვის. ეს ისეთი თემა, როგორც მე-19 საუკუნე საერთოდ ქართული მე-19 საუკუნე ამოუწურავი არის თემებით, ადამიანებით, უამრავი საინტერესო ამბებით და ასე შემდეგ. ისე ამოუწურავია თითოეული თემა ამ შემთხვევაში პოლემიკის არის, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა დარჩა. არის მაგალითად ეს არის პოლემიკა, როდესაც ერთი წერილი იწერება და მე ამას მოყვება მეორე წერილი და ასე შემდეგ, მაგრამ არის კიდევ ფარული პოლემიკაც. ფარული პოლემიკა, როდესაც ერთი მხატვრული ნაწარმოებით ეკამათებიან ერთმანეთს. მხატვრული ნაწარმოებით არის ასეთი მაგალითად ალექსანდრე ჭავჭავაძესთან დაკავშირებული ილიას ფარული პოლემიკა, რომელიც იგულისხმება, რომ მას ეკამათება. და არის კიდევ რა თქმა უნდა აკაკისა და ილიას შორის, აკაკისა და ვაჟასა და ერთი სიტყვით სავსე არის ეს, ოღონდ ეს ყველაფერი არის რა? ერთი და იგივე საკითხის სხვადასხვა კუთხიდან დანახვის მცდელობა. ისე რომ ძალიან ბევრი არის სათქმელი, ჩვენო ტელემაყურებელო და მე მინდა რომ ისურვოთ თქვენ, რომ ჩვენი მეგობარი გახდეთ. ამ გადაცემის მეგობარი განსაკუთრებით. მადლობთ ყურადღებისათვის. ნახვამდის.